აი, ო. რაბა. ვინო კარგად ღებია, მაგრამ ვინო მიმღერა კარგად? აბა, თან საქმე. ვინო? ოდალა. ირინა. აი ხა ის შემოგებოდა. არა, პაუზა. კარგი, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა ვანოს მიულოცო დაბადების დღე. დღეს როგორც შევიტყო, არის მის დაბადების დღე. მიმაჩნია, რომ ადამიანისათვის არის ძალიან დიდი ღირსება, რომ მონაწილეობდეს თავის ქვეყნის აღშენებლობაში, თავის ქვეყნის პოლიციის ამ შემთხვევაში აშენებაში, იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაზე ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოაწყოს თავისი პირადი ცხოვრება. ის არის ჩემი მეგობარი, მე ულოცავ მას დაბადების დღეს. ძალიან გული მტკივა იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები დღეს არიან ციხეში და არ აქვს შესაძლებლობა, რომ იყვნენ სრულფასოვანი მონაწილეები საზოგადოებრივი ცხოვრების, მაგრამ ასევე მაქვს ღრმა რწმენა, რომ როგორც აკაკი იტყო და უსამართლო ძლიერება საუკუნო არ აქვს ძალი და აუცილებლად ვანო მერაბიშვილი, ისევე როგორც სხვა პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც არიან დღეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, იქნებიან ახლო მომავალში განთავისუფლებულები. რახან ჩვენ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე საუბრობ, ფიქრობ ლოგიკური იქნება თქვათ იმაზე, თუ რამდენად არაადეკვატური მემკვიდრე შეხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ალექსანდრე ჭიკაიძეზე, რომლის არც პირველი განცხადებები ბრწყინავდა განსაკუთრებულად, მაგრამ უკანასკნელმა განცხადებებმა და იმ არაადეკვატურობამ, რაც ამ განცხადებებში გამჟღავნდა, ფიქრობ ყველას კარგად დაანახა, თუ როგორი შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს საქართველოს და დაანახა ის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად არ განაგებს არაფერს და არის მხოლოდ და მხოლოდ გამხმოვანებელი იმ ტექსტების, რომელსაც მას უწევენ სხვადასხვა წარმომადგენლები ჩვენი ხელისუფლების. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო განცხადებები, იმიტომ რომ გავიდა თითქმის 10 დღე ამ განცხადებების გამოქვეყნებიდან და საზოგადოება ვერ მიიღო პასუხი. მართლაც აპირებდა თუ არა ვინმე ამბოხებას, მართლაც აპირებდა თუ არა ვინმე ძალადობას, არსებობს თუ არა ის ფანტასმაგორიული საწყობები, საბურავების, რომელზეც მე მიუთითებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მიმაჩნია, რომ ის მოიქცა როგორც ჩვეულებრივი ჭორიკანა და ასევე მიმაჩნია, რომ ნდობა ამ ასეთი ადამიანის მიმართ არის ძალიან დაბალი, ისევე როგორც ზოგადად ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს. ამ საბურავების თემამ ძალიან უცნაური გაგრძელება მიიღო ახლა კიდევ გუშინ, როდესაც დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე უნდა აიკრძალოს ამ საბურავების დაწვა და მოიტანეს მიზეზად თითქოს და რაღაც გარემოს დაცვითი პრობლემები არის ამასთან დაკავშირებული. როდესაც ადამიანებს არ აქვს საქმე, მათ გონებაში მწიფდება ისეთი აზრები, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული არანაირად იმ პრობლემატურ საკითხებთან, რომელიც ქვეყანაში არის და მიმაჩნია, რომ აი ეს საბურავების დაწვის თემაც არის სწორედ ასეთ საკითხთა ნუსხაში. ახლა მიმაჩნია, რომ დღის კი არა უკანასკნელი თვეებისაც და განსაკუთრებით კვირის მთავარი თემა არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, როგორც ჩანს მასშტაბები საბრძოლო მოქმედებების უკრაინაში იზრდება და სავსებით შესაძლებელია, რომ ამან მიიღოს სრულმასშტაბიანი საბრძოლო დაპირისპირების სახე რუსეთის ფედერაციასთან. სრულიად აშკარა არის, რომ სხვადასხვა ქალაქებში იქნება ეს სლავიანსკი, დონეცკი, ნიკოლაევი თუ სხვა ქალაქებში აღმოსავლეთ უკრაინის ვითარების ესკალაცია არის განპირობებული რუსეთის ქმედებებით და იმ ადამიანების ქმედებებით, რომელიც შეგზავნილები არიან იქ და ისინი იღებენ ადმინისტრაციულ შენობებს, უკრაინის ხელისუფლება დადგა ძალიან მძიმე დილემის წინაშე. ერთის მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერ
არმიასთან პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთთან დაპირისპირება უკრაინის მხრიდან, მეორე მხრივ კი დაყოვნება ახლა ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ახალ და ახალ ტერიტორიებს დაკარგავს უკრაინა და აქ ამ შემთხვევაში არის საუბარი უკვე არა მხოლოდ ტერიტორიებზე, არამედ იმაზე შეძლებს თუ არა უკრაინა შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა. ის აქციები, რომელიც დღეს დაიწყო უკრაინის დედაქალაქში, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ უფრო აქტიური ქმედებებისაკენ, კარგად მიანიშნებს, რომ უკრაინელი ხალხის განწყობა არის კიდევ უფრო რადიკალური, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების. ამიტომ მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ ვითარება, ესკალაცია კიდევ მოხდება და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ დაახლოებით 2 კვირის წინ, აქ, როდესაც მაშინ მე გამოვთქვი პროგნოზი, რომ ვითარება იქნებოდა ესკალირებული და ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, მისი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ერთის მხრივ და ზოგადად უკრაინის როგორც სახელმწიფოს მიმართ. წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლების სათავეში, არ იძებნება არც ერთი მინისტრის ვიზიტი, ორმხრივ ვიზიტს გულისხმობ უკრაინაში. თუ არ ვთქვი, ერთადერთი, რომელიც უკრაინაში იყო ჩასული, არის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ფანჯიკიძე და ისიც მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ კონფერენციაში. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არც ეკონომიკის, არც უსაფრთხოების, არც ნებისმიერი სხვა მიმართულებით მას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, უკრაინასთან არ აქვს არანაირი საქმე. ამიტომ ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მუდმივად მიდის საუბრები და მუდმივად ხდება შეხვედრები კარასინთან და ასეთ შეხვედრა არის ხვალაც, ყველაზე ცოტა იწევს გაკვირვებას და მიმაჩნია, რომ ასევე გამოხატავს იმ არაადეკვატურობას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ყველა სფეროში და მათ შორის საგარეო ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო მკაფიოდ უნდა გამოხატოს კიდევ ერთხელ დამოკიდებულება უკრაინის მოვლენების მიმართ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი საერთაშორისო ძალისხმევის, რომ შეაჩერონ როგორმე აგრესორი რუსეთი და არა მომლოდინე ქვეყანა, რომელიც იმის იმედად არის, რომ თუ ეხლა არ გააკეთებს პრინციპულ და მკაფიო განცხადებებს, ამ შემთხვევაში რუსეთისაგან მიიღებს რაღაც მობიერ დამოკიდებულებას. ის რომ რუსეთი ასეთი ქვეყნების მიმართ არადროს მობიერი არ არის, დაადასტურა სხვათა შორის თვით უკრაინამაც, რომელმაც საერთოდ არ გაუწია არანაირი წინააღმდეგობა ყირიმის ოკუპაციის დროს რუსეთს, დაადასტურა თვით ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მაგალითმაც, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ მუდამ ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია საქართველოში გამოიწვია იმ რიტორიკამ, რომელიც ლიდერებს ჰქონდათ, ახლა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წელიწად ნახევარი არის. ეს რიტორიკაც შეცვლილი არის, ეს თითქოს რაღაცა დამთმობი ტონალობები გაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ იცვლება, რუსეთის სურვილი რომ მოახდინოს როგორც სამხედრო, ასევე კულტურული და პოლიტიკური ჰეგემონიის დამკვიდრება პოსტსაბჭოთა სივრცეზე არის სრულიად უცვლელი და ამას ჩვენ ხედავთ როგორც მართულხმართ-ების სახით, ასევე სულ რამდენიმე დღის წინ რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის რღვევის სახით. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მკაფიო პოზიცია და დაიჭიროს მხარე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მესამე, მეოთხე პოზიციები. არსებობს თავისუფალი სამყარო, არსებობს მისი მკაფიოდ გამოხატული პრინციპული პოზიცია და არსებობს აგრესორი, რომლის მიმართაც მე ვფიქრობ დამოუკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური, პრინციპული და მკაცრი. რამდენიმე დღის წინ მე კიდევ ერთხელ ვიყავი დაბარებული პროკურატურაში, სიმართლე გითხრათ, მქონდა იმედი, რომ ოდნავ მაინც რაღაცი წინწაწეული იქნებოდა ეს საქმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამატებითი კითხვები ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას იმ დღის დილასთან დაკავშირებით, ესე იგი ეს ნიშნავს, როგორ გავიღვიძე მაგალითად რა ის ჰიგიენური პროცედურები ჩავატარეთ და ასე შემდეგ. და არაფერი მნიშვნელოვანი, აი ასეთი შეკითხვები იყო. მე ვკითხე მას, ხომ არ არის
რამე ცვლილება ამ ძიებას ხომ არ წაუწერია წინ კერძოდ ვკითხე იმ კამერების თაობაზე გამოიკვლეს თუ არა კამერები და არის თუ არა ნახეს თუ არა იქ ის მანქანა რომელზეც მე მიუთითე და რომლის ნომერიც გადავეცი პოლიციას მან მითხრა რომ იყო ღამე იყო ცუდი ხილვადობა შესაძლოა ზოგიერთ კამერას აქვს ცუდი ხარისხი გადაღების და ამიტომ ჯერჯერობით არ ხდება იდენტიფიკაცია აი ამ მანქანის ისევე როგორც არ მოხერხდა იდენტიფიკაცია არც ერთი ადამიანის მოკლედ არანაირად წინ არ არის წაწეული საქმე როგორც ჩემთვის ცნობილი არის გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი მოწმე ეს გახლავთ ტაქსის ის მძღოლი რომელმაც მე მიმიყვანა სახლში და ტაქსის მძღოლიც ადასტურებს რომ მან დაინახა რამდენიმე ადამიანი თუ როგორ შეეცადა ჩემს დაკავებას უბრალოდ ის ამბობს რომ მას ეგონა რომ ეს იყო საპოლიციო ოპერაცია და სწორედ ამიტომ არც ჩაერია და არც განაცხადა პოლიციაში თავისთავად ეს არის უცნაური პოზიცია მაგრამ თავარი არის რომ ახლა უკვე ერთი ჩემი მეზობელი ადასტურებს რომ ეს იყო თავისუფლების აღკვეთის ოპერაცია და შეზღუდვის თავისუფლების შეზღუდვის ტაქსის მძღოლიც ადასტურებს იგივეს მეც ვადასტურებ იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასე იყო და დაწვრილებით დეტალურად მოუყევი საგამოძიებო ორგანოებს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს მოვლენები მიუხედავად ამისა პროკურატურის მხრიდან საქმე კვლავ კვალიფიცირებული არის როგორც ცემის ფაქტი როგორც თქვენც ბრძანეთ და არა თავისუფლების აღკვეთის ფაქტი ეს ჩემთვის პირადად სრულად ცხადად მიუთითებს იმაზე რის ეჭვს თავიდანვე მქონდა რომ ამ ოპერაციის მონაწილეები იყვნენ არა უბრალო ადამიანები რომლებმაც ელექტროშოკები შეიძინეს რამდენიმე მანქანით მელოდებოდნენ ჰქონდათ ინფორმაცია ჩემი მარშრუტის შესახებ და ღამის 3 საათამდე ელოდნენ ჩემს მისვლას სახლში ისევე როგორც იცოდნენ რომ იმ დღეს მე არ გადავადგილდებოდი მანქანით მძღოლთან ერთად არამედ ტაქსით დავბრუნდი სახლში რომ ესენი ეს ხალხი კი არ იყო არამედ იყვნენ ადამიანები რომელთაც ჰქონდათ სპეციალური ბრძანება ეს იყო სპეციალური ჯგუფი რომლის მიზანი იყო ჩემი თავისუფლების უკანონო შეზღუდვა იქ 9 კაცი მე საერთოდ არასდროს არ მსმენია ჩემი ჩვენება არის ასეთი რომ იქ იყო 7 ან შეიძლება 8 კაცი ასეთი არის ჩემი ჩვენება გარწმუნებთ რომ იქ იყო განამდვილებით ამ რაოდენობის ხალხი შეიძლება ტაქსის მძღოლმა რომელიც არ იყო იქ ძალიან ახლოს და თქვა რამდენიმე ათეული მეტრით იყო მოშორებული შეიძლება სხვა რამ დაინახა მით უმეტეს რომ ის მხოლოდ და მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფებოდა იქ და მე დატოვა ეს ჩემი კორპუსის ტერიტორია მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი რომ ეს ასე იყო და სწორედ ასეთი ჩვენება მივეცი საერთოდ არასდროს არ ვიტყუები და ჭიკაიძემ ჯობია რომ ეს იცოდეს მისგან განსხვავებით სხვა შორის როდესაც ამბობს რომ საბურავების საწყობები უნდა ვეძებო აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ უკვე რომ ხელისუფლება არ გახსნის ამ საქმეს თავიდან მქონდა ეჭვი რომ შესაძლოა მოძებნიდნენ ისეთ ადამიანებს რომლებიც იტყოდნენ რომ იცით რა ან მოდიოდნენ თავისით შემთხვევით შემხვდნენ ქუჩაში ღამის 3 საათზე და რაღაცა მოხდა ასეთი შელაპარაკება მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენმა კოლეგამ ქალბატონმა ატოკლიკიშვილმა რომელიც ასევე ჩემი მეზობელიც არის დაინახა ყველაფერი ეს და ჩემზე უფრო უკეთესად აღწერა იმიტომ რომ პირველი სართულიდან ყველაფერს ზევიდან უყურებდა როდესაც მან აღწერა ელექტროშოკები ძალიან ძნელი გახდა ეხლა ხელისუფლებისათვის გამოძებნოს ისეთი ადამიანები რომლებიც იტყვიან რომ აი ამ ჩუბში მონაწილეობდნენ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაჩნდება ახალი შეკითხვები ამ ელექტროშოკებთან დაკავშირებით ფორმებთან დაკავშირებით რომელიც ყველას ერთნაირი ქონდა ნიღბებთან დაკავშირებით მობილიზებულ მანქანებთან დაკავშირებით ამიტომ მგონია რომ ხელისუფლება არ გახსნის იმ საქმეს რომელიც არის მისი ერთ-ერთი შტოს მიერ ორგანიზებული რა არის მე ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივანი ამიტომ
მთელი 4 თვის განმავლობაში ჩემი საქმიანობა ძირითადი იყო სწორედ რაიონებში სიარული და მე კარგად ვიცი იქ რა ვითარებაც არის დაშინების და დაჭერების და ეს ახლა არ დაწყებულა პრაქტიკულად დაიწყო მაშინვე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ის რომ ყველგან უკლებლივ შეიცვალა ვითარება საკრებულოებში და ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა გადაიქცა ქართული ოცნების უმრავლესობა კარგად მეტყოლებს იმაზე რომ აქ იყო არაფორმალური დაწოლა პოლიტიკური ნიშნით დაწოლა ამ ადამიანებს და სწორედ ამიტომ შეიცვალეს თავიანთი აზრი. უკანასკნელი თვეები აღინიშნა კიდევ იმით რომ როგორც კი რომელიმე ჩვენი კანდიდატი გამოიკვეთებოდა რომელიმე რაიონში პირველი რას აკეთებდა ხელისუფლება იბარებდნენ მას პროკურატურაში ან პოლიციაში და ან კიდევ აკავებდნენ იმ შემთხვევაში თუ ვერას გახდებოდნენ ხოლმე აი ესეთი დაბარებული. ასე მოხდა მაგალითად ცხეთაში ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იქნა დაბარებული, ახლა მას სასამართლოში აქვს საქმე და მთლიანად გამოეთიშა ის პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს პარტიის თავმჯდომარე. ასევე დუშეთში რამდენჯერმე შესთავაზეს დუშეთის პარტიის თავმჯდომარეს თანამშრომლობა და როდესაც უარი მიიღეს სისხლის სამართლის საქმე იქნა ორგანიზებული მის მიმართ, ყოველთვის კარგად ცნობილი არის ხონის შესახებ, სადაც ბატონი ჯიბუხაია იქნა დაბარებული, ადიგენში ასევე სიმონ პარუნაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა და ძალიან საინტერესოა რომ უკვე 4 თვე არის პროკურატურა არ წარმოთქვამს უბრალოდ საბოლოო სიტყვას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მიიტანოს ეს როგორმე არჩევნებამდე, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზულად არის დაზარალებული უკვე წინასაარჩევნო პროცესი. ახლა გამოქვეყნდა ეს მორატორიუმი, მე ძალიან მინდა რომ ვენდო ამ მორატორიუმის დეკლარირებულ პრინციპებს, მაგრამ იმისათვის რომ დობის რაღაცა ხარისხი მაინც იყოს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, ვფიქრობ აუცილებელი არის რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სრულიად უკანონოდ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე არიან დაკავებულები, ამ ადამიანებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ისე რომ მათ შეეძლოთ შეხვდნენ ამორჩევლებს და არწმუნონ ისინი იმ საკითხებში, რომელსაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან. მე ასევე არ ვფიქრობ, რომ ეს ასე მოხდება და მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზულად დაზარალებული საარჩევნო პროცესი ასევე ბოლომდე ასე გავა და ეს არ იქნება ყველაზე უფრო სასახელო ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ევროპული საზოგადოების თვალში გადავდგეთ. მეგონი ჩემი თუ არ ვცდები. 46-ის გახდებოდა და ხო, 46 თუ არ ვცდები. ითრა ჩვენ შევხედოთ ევროპულ საზოგადოებაში გაერთიანების შემდეგ დიახ იქ საკვე პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი კონტროლი, შეუძლებელი არის სხვადასხვა რეგულაციების გარეშე რომ საკვები პროდუქტები ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქცია გამოვიდეს ბაზარზე, ამიტომ ბევრ ქვეყანაში ასე მოხდა რომ ამ ფასებმა მოიმატა, მაგრამ აქ არ უნდა უყუროთ ამ საკითხს ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, იმიტომ რომ შეიძლება რამეზე იმატებს ფასი, მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი სხვა სიკეთე, კერძოდ ევროპულ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა და ჩვენი პროდუქციის უფრო სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობა. ევროპა არის ყველაზე უფრო მდიდარი ბაზარი მსოფლიოში და ამიტომ ეს პერსპექტივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც ვიზა ლიბერალიზაცია, გადაადგილება თავისუფლად, ისევე როგორც სასწავლო გრანტების მიმართულებით, ასე რომ შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატება, ისევ და ისევ, იმიტომ რომ მათი ხარისხი გაუმჯობესდება და შესაბამისად ტექნოლოგიური მოთხოვნები ევროპულ კავშირს აქვს მაღალი, იმიტომ რომ ევროპულ ბაზარზე არ შეიძლება რომ შეიტანო ისეთი პროდუქცია, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობისათვის იყოს გარკვეულად მავნებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არაფერი არ არის იმ სიკეთესთან შედარებით, რომელიც დაცულობის, გნებავთ უსაფრთხოების და გნებავთ აი მიმართულებით, რომელზეც წეღან გითხარით, რომელსაც ქმნის და რა შესაძლებლობებსაც იძლევა ევროპული ინტეგრაცია საქართველოში.
ჯერჯერობით ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის შესახებ ვიცი მხოლოდ ის, რომ ინფრასტრუქტურის წინა მინისტრი ამბობს, რომ ის მისი მასთან ერთად სწავლობდა და აქებს მას. თუ მან გააგზელა ისე როგორც ნარმანია აკეთებდა, რა თქმა უნდა ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი ინფრასტრუქტურის მინისტრი. თუ გაამართლა ნარმანიას იმედები, რასაც ის უკავშირებს მას, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ალბათ საქართველოს არ ყოლია ბოლო 10 წლის განმავლობაში ოდნავ მაინც ნეგატიურად მიახლოებული ნარმანიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრი. პრაქტიკულად ნარმანიას მმართველობის დროს მთელი საქართველო არის გაჩერებული. უბრალოდ თქვენ ჟურნალისტები ალბათ ჩამოდიხართ ხოლმე ქუთაისში და არა სხვა ქალაქები და სოფლები, სადაც ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, უბრალოდ ნახოთ რა ხდება საქართველოს პარლამენტის გარშემო, ყველანი კარგად მიხვდებით, რამდენად კარგი ინფრასტრუქტურის მინისტრი ყავდა. ეს არის რაღაც ჭაობით, გუბეებით, გარემოცული გარემო, სადაც ზაფხულობით გრეხები თიბავენ და თივის ჟვინები დგას ამ შენობის გარშემო და ასევე ხიარულად ბალახობენ ხოლმე ძროხები. ვერ გეტყვი, ძალიან არ მინდა რომ ასე გაგრძელდეს, იმიტომ რომ აქ რომ იყოს ის ვითარება, რომელიც ჩვენ დავხვდა 2003 წელს, როცა მთელი ბიუჯეტი იყო 700 თუ 800 მილიონი, კიდევ გასაგებია რომ არ არის სახსრები, მაგრამ 8 მილიარდი ლარი ქონდა ხელისუფლებას იმისათვის, რომ რამე გაეკეთებინა. მე იმიტომ არა რომ ყველაფერს ხუდი მინდა დავინახო, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ვხედავ ვერცერთ სფეროს, სადაც ვითარება კარდინალურად გაუმჯობესდა, ხოლო სადაც გაუარესდა ასეთ სფეროებს ხედავ ძალიან ბევრს. ფაქტი არის, რომ არამც თუ ახალ მშენებლობებს ვერ ვხედავთ, არამედ უკვე დაწყებული მშენებლობებიც არის შეჩერებული და სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული რამდენიმე დღის წინ ჩვენი აქცია ნაციონალური მოძრაობის და რა დაუპირისპირეს ამას, ხო, დაუპირისპირეს ის ტიტუშკები, რომლებიც ახლა ყავდა აძლევენ ფულს იმისათვის, რომ დახვდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხვადასხვა ადგილებში. მე ვფიქრობ, რომ მათთვის ფულის გადახდას უმჯობესია, რომ ფული გადაიხადონ იმ მშენებლობების დასრულებაში, რომელიც კიდევ ერთხელ უკვე არის დაწყებული. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ რამე თავიდან დაიწყონ. ამის იმედი ახლა თვითონაც არ აქვს და არც ჩვენ მე მგონი არც ეჭკუათ ყოფილ მოქალაქეს აღარ დარჩა იმედი, რომ ამ პროექტებს განახორციელებს, მაგრამ რაც დაწყებული არის, მაგალითად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგალითად ანაკლიაში სასტუმროები, გზები, წყალტუბოს გზები, პარლამენტის მიმდებარე ზოგადად გზები ქვეყანაში, აი აქ მაინც რამე გააკეთონ მცხეთის იუსტიციის სახით. რატომ შეიძლება რომ ასეულობით 1000, ზოგიერთ შემთხვევაში მილიონები იყოს უკვე დახარჯული და დაწყებული ეს მშენებლობები, ზოგან დამთავრებული როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემთხვევაშია და მხოლოდ იმიტომ რომ არის რაღაცა ჯიბრი და ბოღმა ერთი ადამიანის, რომელსაც ერთხელ თქვა, რომ აი არ გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დგას ეს უძვირფასესი შენობა და არაფერს საერთოდ არ ემსახურება. არც სტუდენტებს, არც სხვა რამე ფუნქცია ამ პროფილი გამოუძებნეს ამ შენობას. აი რატომ შეიძლება რომ ეს ასე მოხდეს? ეს არის ხელისუფლება, ისინი მოვიდნენ ხალხის მხარდაჭერით წელიწადნახევრის წინ და მე ვფიქრობ, რომ ხალხის მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ ხალხსვე დაუბრუნონ ეს არ ვიცი სწორ სიტყვას ვარჩევ თუ არა, ვალი, ხო, რაღაცა სხვადასხვა პროექტების და უკეთესი სოციალური პირობების სახით, მაგრამ მე ვფიქრობ, ისინი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ და მთლიანად არიან დღეს კონცენტრირებულები ნაციონალური მოძრაობის განადგურების სურვილით. აი მთლიანად მთელი მათი არსება არის ამით შეპყრობილი ამ მინისტრის ინტერვიუ, რომელზეც წეგან ვლაპარაკობთ, ამ საბურავებთან და იმასთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აი მხოლოდ ამით არის მოცული მათი გონება და ნაციონალურ მოძრაობას მაინც ვერ გაანადგურებენ, იმიტომ რომ ასე არ ხდება პოლიტიკური პარტიების განადგურება, მაგრამ ის რომ ჩვენი ხალხის სურვილი და ოცნება, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, იქნება განადგურებული, ამაზე ნამდვილად ორი აზრი აღარ არსებობს ჩვენთვის კიდევ. ვანო მერაბიშვილის დაბადებით და სხვა შორის აღინიშნება შემდეგ გეტყვით, აი რახან მეკითხებით. აღინიშნება შემდეგნაირად, იქ მას შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს საპყრობილიდან, ხო აქვს უფლება რომ დაუკავშირდეს ოჯახის წევრებს, ამიტომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მოეწყობა რაღაცა ვიდეო არა, აუდიო ხიდივით და ის ილაპარაკებს იქიდან და აქედან ვისაც სურვილი ექნება ჩვენ შევიკრიბებ და იქნება სხვა შორის ტორტი დღეს
დღეს ხო იქნება ტორტი და აღმოჩნდა რომ იქნება არა ერთი, არამედ ორი, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა ის ეგონათ რომ ერთი აკეთებდა მოკლედ ორი ტორტი და იქნება აგრეთვე შოუ. თუ არ ცდები 5 საათი.